გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს არხზე. დღეს მაქვს ოფისის დღე და ეხლა სამსახურში მივდივარ. ვნახოთ, როგორი დღე იქნება. მომიტანის საჭმელი, გოგოებმა გამოიძახეს მაკდონალდსი, მაგრამ მე არ შევჭამე, რადგან კალორიულ დეფიციტში ვარ და გადავწყვიტე ვჭამო სენდვიჩი. ძალიან მიყვარს ეს სენდვიჩები, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მანაყრებს. იმიტომ რომ არის კრემფული, ორაგული, ცილა და ცილა დიდი ხნის განმავლობაში ადამიანს ზოგადად ანაყრებს. სამუშაო დღეც თითქმის მიიწურა და მინდა გაგაცნოთ ჩემი ერთ თარგმნილი ჟურნალი. ეს არის მაისის კატალოგი და გვაქვს ახალი კოლექცია Perfect Nonsense და მისი სამი ახალი არომატი. აი ეს გამოიყურება. დღეს ეს ბაჭები იმას ნიშნავს, რომ Avon-ი არ იტესტება ცხოველებზე არც ერთ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი არომატი. რო უყურებ შოკოლადი მომინდა. ეს არის მეორე და ეს არის მესამე და ძალიან მაინტერესებდა ამათი არომატები და ერთ დღეს რომ მოვედი ოფისში, აქ დავსტონდა ვნახო. მაინტერესებს ამას მიშვებოდით. მართლაც არომატი წავიდეთ და ვნახოთ პეტრე კოსმეტიკის კუთხე. აი ეს არომატებია. Day one trying to be influencer for Avon, Georgia. აია ეს მომეწონა. ეს ჩემი აზრით unisex უნდა იყოს. კაი შენიაკ. კაი ეს. ესა ჩემი ფავორიტი. რა თქმა უნდა, ვარდისფერი. Chocolate tuberose. შოკოლადის ტუბეროზა. ეს ტუში მაინტერესებს რა დავტესტო. უბრალოდ არ ვიცი მე ლურჯი რამდენად მომიხდება. ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს ესვა პირველად რომ მოვედი სამსახურში და ულამაზესად ქონდა წამწამები, თან არის რიჟა და იყო საოცრება და მართლა კარგია, მართლა. იყიდოთ. აქ გვაქვს თვალის პალიტრები. ყოველდღე ეს მომწონს გარედან და ვნახოთ ახლა რა ფერია შიგნით. ნახეთ. ჩანს ნეტად ძალიან ბზინავს. ნახეთ როგორ ბზინავს სამივე. ძალიან მაგარი, კაი პიგმენტი აქვს ძალიან. იმიტომ კი არა რომ ჩემია. და მეუბუშაობა აქვს. აუ ეს ფერი ძალიან მომეწონა. ნახეთ. ეს ფერია. ეს მომწონს ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს.
თქვენი ეს საახალწლო გამოშვება. კოსმეტიკის ბრენდში რომ მუშაობ, ეს უნდა გამოიყურებოდეს შენი ხელები. აუ, ეს ენიო. ესედა სულ და ეხლა დავტესტავ. ცოტა შეიძლება ჩემი თანამშრომლები სულ წერენ ივანის პროდუქციას და ძალიან კმაყოფილები არიან. ვაუ. მართლა აკლუებს კანს. ტყუილად გერდამწერია. მაგარია. ეხლა დავიბან ხელებს და წავედით სახლში. მორჩა ჩემი სამუშაო დღე და წავემზადოთ სახლისკენ. დღეს რომ ოფისში ვავდიოდი, გამახსენდა გუშინ ღამით, რომ აქვე არის აზიური მაღაზია, სადაც მაქვს საერთი რამდენიმე პროდუქტი. და ვერ მოვახერხე და ეხლა ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებ და უნდა ვიყიდო გოჩუჯანგი და რაღაცები. ჩემმა მეგობარმა შემაყვარა კორეული სამზარეულო და მოკლედ ვგიჟდები კორეულად მომზადებულ ბრინჯზე. მართალია მე არ გამომდის, მაგრამ მაინც ვაკეთებ და მიყვარს. თვალყურად ვეცადე რომ ბევრი არაფერი არ მაინდა და გამომივიდა. რამიანების ყიდა მინდა და თუ რამენის. მაგრამ რადგან კალორიულ დეფიციტში ვარ და ხშირად ვარღო მაინც. გადავწყვიტე რომ ეხლა არ ვიყიდე და სხვა დროს ვიყიდო. სამაგიეროდ მაინც ვიყიდე რაღაც გემრიელობები და გემრიელ ბრინჯს გავაკეთებ იმედია. მოვედი აზერზე როგორც იქნა და ვაკეთებ საჭმელს, ვხარშევ ბრინჯს და ვწვავ ორაგულს და მანამდე სანამ საჭმელი გამზადდება, გაჩვენებთ რა შევიძინე დღეს. პირველი არის ეს ბრინჯის ფურცლები, რაშიც შეგიძლიათ გაახუროთ ნებისმიერი რამ, რაც გინდათ დამფლინგები გააკეთოთ. ბოსტნეული ხორცი, კრევეტები და გემრიელი რაღაც გააკეთოთ, შეწვათ შეიძლება ამის. ასევე ეს გოჩუჯანგი, წიწაკის პასტა, რომელიც ჩემი აზრით ესე ცალკე აღებული არ არის გემრიელი, მაგრამ საჭმელებს უხდება. აი ეს სახამებელი. აი ეს ორი პროდუქტი ზოგადად ჩვენმა მეგობარმა გაგვასინჯა რაღაც ძალიან გემრიელი კორეული საჭმელი, რომლის სახელიც არ ვიცი. ქრო რა ეს გოჩუჯანგი ძალიან უხდება ბრინჯს ბიბიმბაპში ამას უკეთებენ და მაგითო ვიყიდე. ეს ალბათ მხოლოდ იმ კონკრეტულ კერძში თუ გამომადგება. მაგრამ რა ვიცი, მაინც ვიყიდე. არის შემდეგი მოჩი, რომელიც ვიყიდე სალოს. სალოს უყურს მოჩი და ყველაზე გემრიელი შეგთავსით მგონი ეს არის შოკოლადი. იყო ასევე მაჩა, ლობიო, ბანანი და მგონი ეგენი არ მოეწონებოდა. ეხლა უნდა გავაკეთო ბრინჯისთვის соуსი, პასტა, გოჩუჯანგით და სოიოთი. ASMR. დიოდა მისუნი არ მომწონს. ესე გამოიყურება. ეს ბევრია მგონი. ვუმატებ სოიოს, რომელიც რაღაც ეს დიდად არ მომწონს. უფრო გემრიელი სოიებიც არის. არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება ჩემი საჭმელი, მაგრამ გემრიელია. ეხლა ჩავთავ რამეს ვუყურებ, ესე მინდა დივანზე მიწოლილ მოვჭამო. და იმედია ინტერნეტი არ გაჭედავს.
ეს გამოიყურება ჩემი სენდვიჩი, რომელიც იმედი არ გადმოვარდება. ცოტა არა პინტერესტულ, არა კონტენტ კრეატიული ვიზუალი აქვს, მაგრამ რაც არის ეს არის. It is what it is. მithქვამს, რომ შესვენება მქონდა ვჭამე, ახლა ყავა უნდა დავლიო და მე გავაგრძელო ისევ მუშაობა. სანამ მე ჩემს საქმეებს შევუდგები, რომელიც არის უსასრულო. ეხლა მე შევჭამ აი ამას. და აი ამას ეს უკვე გახსნილია წინა დღეს მოხაკებში. ძალიან მომწონს ორივე და ჩემი აზრით დიდ ტვიქსზე და ბაუნდზე გემრიელია ორივე. მოგესალმებით მეგობრებო ჩვენს ვლოგში. როგორც იცით, ამ ბოლო დროის ტრადიციის მიხედვით შაბათ-კვირას ვიღებთ ხოლმე ვლოგებს, თუმცა თაკომ გადაწყვიტა რომ ამჯერად შუაკვირაში გადაეღო და მოკლედ დღეს მივდივარ ფლორისტიკის ბოლო ლექციაზე. ვინაიდან გაკვეთილები მაქვს ხოლმე სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას, ამიტომ ვერ მოხვდა ვერასდროს ეს ჩემი ფლორისტიკის გაკვეთილების მომენტები ჩვენს YouTube-ზე. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს ნაწილიც ჩაგვესვა ვლოგში, მეც მეხო და მოკლედ წავიდეთ ახლა სტანდარტულად გქონდა ხოლმე აუდიტორიაში, მაგრამ დღეს ბოლო ლექცია უკვე იქნება თვითონ ამელის ყვავილების მაღაზიაში, რომელიც არის ფალიაშულზე, იქნება ძალიან დიდი საცობი და იმედი მაქვს რომ 1 საათში მივაღწევ. შევეცდები მაქსიმალურად ბევრი და ლამაზი კადრები გადავიღო, ისე რომ სხვები არ შევაწუხო და ვნახოთ მაქსიმალურად ვეცდები. დასრულდა ბოლო გაკვეთილიც. შერეული ემოციები მაქვს, რა თქმა უნდა, სიხარული, თან არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო და მოკლედ ძალიან კარგით რო გავატარე. საკმაოდ ნაყოფიერი, შემეცნებითი, იცით ყვავილები როგორ გვიყვარს ოჯახში ყველას და მოკლედ რადგან არც ერთ ვლოგში არ მოუწია ამ ფლორისტიკის გაკვეთილების ჩასმა YouTube-ზე, ამიტომ ეხლა უნდა გავაკეთო ესეთი შემაჯამებელი სიტყვასავით, თუ რატომ გადავწყვიტე. ეს მარტივი მისახვედრია, ძალიან მიყვარს ყვავილები. მოკლედ გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად სასიამოვნო დრო გამეტარებინა, რაღაც ახალი შემესწავლა, იქნებს ამომავლად რაღაც პროფესიული კუთხით გამოვიყენო, თუ საერთოდ ესე პროფესიულად ვერა სახლისთვის და მომავალში მაინც გამოვიყენებ, იმიტომ რომ ყვავილები მაქვს სულ და აწი ვიცი სწორი მოვლა და მოკლედ რა როგორც კი გამიელვა ტვინში რომ უნდა შემესწავლო ფლორისტიკა, მაშინვე ამომიგდო ეს ესე ვთქვათ კურსი, მივწერე და მოკლედ იმ დღეს დავრეგისტრირდი, როცა იწყებოდა კურსი და ცოტა უცნაურად ვიყავი, რადგან მე ესე სწრაფად არ ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს, ძალიან მიჭირს მიღება ნებისმიერ საკითხში და ესეც იყო ჩემთვის ცოტა რთულად გადასაწყვეტი. ნიკას მივწერე, ესე და ესე თქო, რა ვქნა თქო, თაკოს მივწერე და მოკლედ ორივე მიბრძანა რომ აუცილებლად დავრეგისტრირებულიყავი და წავსულიყავი და გამევლო ეს კურსი. მინდოდა, მაგრამ არ ვიცი რაღაც ბიძგი მჭირდებოდა და მოკლედ ესე მიბიძგეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდმა მოტივატორებმა და მათი დამსახურებით დღეს შეიძლება ითქვას რომ დავამთავრე ეს კურსი, ავიღე სერტიფიკატი და ძალიან მიხარია. ეს ემოციები არის უცნაური და ესეთი ფრაზა შეესაბამება ვითომ არაფერი, თან ყველაფერი. ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შარშანდელი და ესეც დაემატა ჩემს სწორ გადაწყვეტილებებში. მეგობრებო, ესე დასრულდა ჩემი დღევანდელი დღე ემოციურად, კმაყოფილებით
სავსე და ძალიან ბედნიერი ვარ და თქვენს გირჩევდით რომ რაღაცეები გააკეთოთ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯები რაც პროდუქტიულს გაგხდით თუ გაქვთ ის განცდა რომ არ ხართ საკმარისად პროდუქტიულები რაღაცას არ აკეთებთ იმდენს და იმას რაც საჭიროა მოკლედ იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ფლორისტიკის ბოლო ლექციის კადრები საკმაოდ ბევრი ვიყავით პლუს მასწავლებლები დამფუძნებლები და ფიზიკურად ცოტა რთული იყო ისე გადაღება ყველაფრის როგორც მე მინდოდა მაგრამ მაქსიმალურად შევეცადე იმედია დისკომფორტი არავის არ შევუქმენი ამ ჩემი გადაღებით და არ ვიცი მე ძალიან კმაყოფილი ვარ ორჩი სკროლვას 1.5 საათი ვსკროლებ ეხლა მე შევჭამ მაკარონს გავამზადებ ნაღებით და ყველით. მე ცოტა წავივარჯიშებ უფრო სწორად სარბენ ბილიკზე ვივლი აღბართზე. სარბენ ბილიკი ვიყიდე და რადგან სპორტ დარბაზში მე არ მიყვარს სიარული. გარეთაც მეზერება სიარული, გადავწყვიტე რომ სარბენი ბილიკი მეყიდე და სახლში მევლო. ეხლა გაჩვენებთ ესეთი კომპაქტურია. ესეთი პატარა. კარგია რომ დიდი სივრცე არ სჭირდება. აქ ვდებ iPad-ს და დავდივარ. მგონი კარგი გადაწყვეტილება მივიღე მე მომწონს ყოველ შემთხვევაში. ძალიან ვიღლები 40 წუთი დავდივარ სწრაფად და ვკვდები ისე ვიღლები. მე პილატესაც შევაპარებ და ესე წავალი ხა შევჭა. სალომე არის ფლორისტიკის კურსზე, დღეს აქვს ბოლო გაკვეთილი და მე ვაპირებ რომ გავიდე სალომესთან, იმიტომ რომ TikTok-ზე ყავს უკვე 30,000 გამომწერი. მინდა რომ მივულოცო და მოჩის წავუხებდე. და არ ვიცი შეიძლება მაგასთან დავრჩე. ხვალ არის თამაში. დინამო თელავი და ბარემ ერთად წავიდოდით იქიდან. მოვიფიქრებ რას ვიზამ. კილო 30,000 გამომწერს. მადლობა. ის მივოცავს რა ხდება. დირექტორი არ ვიქამიტო. ტესტი ვერ გაიარა. სამი გაია. სამი გაია, მაგრამ ნაყინთა შევჭამ ხოლმე. მე მგონა უკეთესი ან კარგად იქნება შოკოლადი. ეხლა უნდა დამიშავე კომპოზიციები, თაკო რომელიც გუშინ ავაწყო, მაგრამ დავტოვე რადგან გავიგე რომ მოდიოდი. მეთქი ნახოს მეთქი და შეაფასე აბა. ეხლავე. ერთი აქეთ არის ერთი. ძალიან კარგია. ძალიან მომწონს. თქვენ თუ მოგწონთ მეგობრებო? მგონი არა ცოტა ზემოდანაც ნახე ეს რო დგას ესე. ხოლმე მგონი ცუდი ბიოფლორა მაქვს თვითონ ნაყიდი, იმიტომ რომ გაშრა აი ეს რაშიც. მაქვს ესენი ჩარჭობილი, რომ არ მინდა და ხილში ჩარჭობა და ხილის გაფუჭება. მართალია. რა ხილში შეიძლება რომ ჩაარჭო. ეხლა წავიდეთ შემდეგი ვნახოთ. ძალიან კაია. ნუ ხამას საერთოდ არ ჭირდება ქვემოთ ალუჩები უბრალოდ რადგან დავალებაში იყო ეს კომპოზიციაში ბოსტნეული ხილი. მოკლედ ესე იგი ეს კომპოზიციები რაც განახეთ ეხლა მქონდა დავალებად მოცემული რაიმე კომპოზიცია უნდა გაგვიკეთებინა ხილის ბოსტნეულის და ყვავილების კომბინაციით და არასდროს არ მქონდა მსგავსი კომპოზიციები ნანახი რა თქმა უნდა პინტერესტზე გადავავლე თვალი ინსპირაციისთვის თუმცა მსგავსი არაფერი არ მინახავს რა მე რომ გავაკეთე ძალიან ლამაზი გამოვიდა რეალურად ამის დაფა იყო მთავარი რასაც ვიფიქრე რომ გავაკეთებდი და მე უკვე ხილი რაც მქონდა იმან თავისით წავიდა პროცესი. რის თქმა მინდა TikTok-ზე ვთქვი, რომ ძალიან კარგი იდეაა, როცა ცოტა ყვავილი გვაქვს, სუფრა გვაქვს გასალამაზებლად, მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სუფრის დეკორაციას და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ყვავილებით, პატარა ლარნაკებით, სანთლებით გავალამაზოთ ჩვენი სუფრები და ეხლა ეს იდეა ძალიან მომწონს. ამ ადგილს ეს შუქი რო გვარტყამს ემოდან ძალიან ცუდად. და მაგიტომ ხო აი ესე ჩამოდი აქეთ. ძალიან ცუდად ჩანდით შუქი ზემოდან რო. ესე იგი ჩვენ აქ მშვიდობებით მოვედი სალომესთან აქ ვრჩები, გავიკაფესვებს და დავიძინო და აი მე ხოჭავად პერსპექტივა თქვი ერთმანეთს. უშევათი არის. აქ მშვიდობებით ჩვენ მადლობა რომ გვიყურეთ.